აღდგა ხარმაიეგე და დედაი აგის ეგ ხარმა აებრივი საფო და დედალი რაზენი და მივაქციო ჩვენი ყურადღება აი ვისაც ახლა ანგელოზი აქ უწოდებს დედა იმის მას შობამდე ანგელოზმა უწოდა ცოლი შენი მარია მაგრამ შობის შემდეგ აღარასდროს აღარ უწოდებს ცოლი შენი უწოდებს ხარმაი და დედა იმისი თანამ იოსები ცოცხალია ბოლოს მოხსენიებულია 12 წლის მაცხოვარი სადაც იმის შემდეგ აღარ იხსენიება როგორც ჩანს ასაკოვანი იოსები მართალი გარდაიცვალა ივტოდე ეგვიპტე და იყავ ნუნ ვიდრემდე გრქუაშე ეგვიპტეში ინდოეთში კი არ იბერში კი არ და შეიძლება ითქვა და უკაცრავად მაღლა რაშუაშია ნამდვილად რაშუაშია მაგრამ ზოგიერთები ამბობენ რომ აი ეს პატარა ორი წლის მაცხოვარი როცა აბზანესო ეგვიპტიდან მერო ტიბეტში წავიდა მერცინელა პაპარი და იქ ასწავლეს და გამნობილი დაბრუნდა ერეთი არცადაც არ წასულა და მეორეც ერთი ვერ ასწავლდნენ ისეთ რამეს რასაც უფალი ავლენდა იქ იმიტომ რომ რელიგიურ ცოდნას ავლენდა 12 წლის ხარმა მაცხოვარი თავის ასაკის შესაბამისად ლაპარაკობს მაქსიმუმს მეტი შეეძლო მაგრამ ეჭვებს დაბადებდა ეს ნამდვილად ბავშვია თუ რა ასწავლებს ამიტომაც თავისი 12 წლის ასაკის შესაბამისად ავლენდა და ის რო უსმენდნენ ეს უხუცესები ებრაელი ჯულის უხუცესები ტიბეტელები და რეინკარნაციის ზღაპრები რო ჯერათ კი არა არამედ აი ეს მოსეს ჯული უფლის ჯულის ხალხი და უსმენდნენ და უყვირდათ ამბავს რომ საიდან ახეს ეკითხა ამას ეგვიპტეში ვერ ასწავლეს და უფალს რაში ჭირდებოდა სწავლა ვინც ასეთ რამეს ამბობს რომ რაღაცები ეგვიპტელების და რაღაცების სწავლა ეს უარყოფს მაცხოვრის ღვთაებრიობას საფრთხო ბუნებას რომ ეს არის ღმერთი განკაცებული ეს კაცი გახვობილი კი არა ღმერთი განკაცებული ღმერთში რომ განკაცდა უცოდინარი კი არ გახდა არამედ გაამდიდრა თავის კაცური ბუნება თავისი ყოვლისწოდნობა მაგრამ მიიწევს არცოდნას როდესაც ისეთ რამეს ეკითხებია მაცხოვარს რაც ადამიანებისთვის დამღუპველი ის მაცხოვარია დამღუპველი არ არის ამიტომაც ეუბნება ეგ არც ძემ არ იცის მესამე პირშეობა მიიწევს არცოდნას იმიტომ რომ ბუნებითად არცოდნის თვისება აქვს კაცური ბუნება მაგრამ იროვნულად და საფრთხო ბუნებით ღმერთი ყოვლისწორი და ეს ცოდნაც აქვს მაგრამ რაღაცა ბუნება აქვს მიღებული რომელსაც ბუნებითად არცოდნა ამიტომ მიიწევს ამ თვისებას ამ საკითხებს რო შევეხოთ წარწმენდაში იგულისხმება მოკლდინება როდესაც ჩვენ ცხოვრებას ვაკვირდებით ჩვენ ცოდვებსაშინა შობილ ვარ და ცოდვებსაშინა ვარ სამწუხაროდ და საზოგადოებრივადაც ესე და საერთოდ სოფლიო დონეზე როგორ დაცემულობა ხო რო ვაკვირდებით ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ფიქრობთ ხოლმე რომ აი მაცხოვარი უფალი იქიდან ეს კი კარგია ჩვენთვის დარიგებები ჩვენ რა საშინელებაში ვართ ზუსტად იგეთივე და უფრო მეტ საშინელებაში იყო უფალი პატარაობიდან მოსაკლავად დაძდება ისე ჩვენც დაგვდებენ ხოლმე მოსაკლავად როცა ფიქრობენ მოვხლა თუ დავტოვო ეს ბავშვი უფალი მაინც შეუდარებლად დიდ განსასწრებში იყო ისე ჩვენ როდესაც აზრები მოგივართ რომ სად არის უფალი ასე რომ ვიტანჯები ან სად არის უფალი როცა ვიღაც ბავშვი და რამე იქ ესეთ იმაში ძალადობაში არის ამ დროს მოიგონეს რომ უფალი სად არის და ჯვარზეა გადმო ჯვარზე
ჩვენ ვირთულობ და მაცხონებელს ხდის ჩვენთვის ან ჩვენ ჯვრის პირქებობას. და იმ მონათლული ბავშვისთვისაც ისა რომ გადამჩენილი. ათოთ უფალი არ უხვედრებს არ ხელისუფალი მოსაკლავად და ეს ერიდი. არ მიდის დატაკებას. საფრთხო ძალა გამოყენებულია რომ აეროს. უფალი რო არ არედებულიყო ბავშვობისავე მოკლავდა. და ბავშვობისავე მისი სიკვდილი ჩვენი გამომხსნელი იქნებოდა. მაგრამ ქადაგებლები არ იქნებოდნენ, ვინც ამას გაუწევს. უფალი არიდებს და ანამდე აი მოწაფეებს არ მოამზადებს. განამტკიცებს, რომ გაუძლონ და არ დაიშალონ მისი ჯვარცმის ხედვისა. და როგორც კი ეს მოამზადა, შეცირა. ხოლო იგი აღსდგა და წარიყვანა ყრმა იგი და ცოლი მისი არა, დედა მისი. იმიტომ რომ ცოლობაზე იქაც არ იყო საუბარი ცოლობის როგორც მეუღლეობრივი ურთიერთობის გაგება. სპეციალურად აირჩიეს იმ მღვდელმთავარმა და იმ სასულიერო პირებმა ისეთი პიროვნება, ვისაც უკვე მეუღლე თავდაპირველი იყო და 4 შვილი და მართალი კაცი და ასაკოვანი. გაწინდეს და მაგას ნიშნავს დედაღვთისა სიტყვებით. ეს როგორ მეუნები დედათა შორის კურთხეული, მე მამაკაცი არ ვიცი აზროვნებით დონეზეც, ანუ მოლოდინების დონეზე. ის ქალწულობა უნდა შენახულიყო და იქ ქალწულობის ინსტიტუტი არ ქონდა. და ესე რომ ჩაებარებინან, რაღაცა ყოფილიყო, რა უნდა გოგონას იოსების სახში. და შეხედეს, რომ მართალი კაცი იგივე ტომისა იყო მარიამი, მეფე დავითის ტომისა. და ამიტომაც დაწინდეს და ცოლად ითვლებოდა საზოგადოება. გახსოვთ სინაგოგაში, როდესაც უფალი ქადაგებს ნაზარეთის სინაგოგაში. იქ ხალხი იტყვის, ჯერ მადლს იგნობს ეს ხალხი, რომ ეს სიტყვები როგორ მადლით იყო და წარმოთქმული იქცა რა წაუკითხო და მერე იტყვიან, გონებას ჩადვიან თავიანთ დაბინძურებულ, ესე ვთქვათ, გამიწიერებულ გონებას და იტყვიან. უკაც ჯერ იგზნობენ მადლს. საიდან ამას ეძებიო და მერე ეს ხო ჩვენი იესოა, ეს ხო მამამისი იოსები არ არის, დედამისი მარიამი არ არის. მაგის დები ხო ჩვენთან გათხოვილები არიან. მაგის ძმა არ არის იაკობიო, იესე, სიმონი და იუდა. ესე და დაპყრობდებიან მის მიმართ. იოსები არის დაწინდვის კანონით უფლის მამა. ხორციელი მამა არის. ამიტომ არ ძმები არიან ეს ხორციელი. სიტყვები ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა, ეს ისრაელი თავისშვილივით ყავდა გამოძებული. მაგრამ აქ მახარებელი, ეს მახარებელის კომენტარია სასმულში გამოვლენასთან, ის ხედავს, რომ იქ რო ისრაელის ეს ძე უწოდა, იქ უკვე წინ გაჭრეტილი იყო, რომ მესია ჩაბრძანდებოდა იქ. ხმა მაცხოვარი. პატარა მაცხოვარი რომ მესია იყო, ამაშიც წმინდა წერილი ნათლად მოწმობს. ეს არ არის ისე მხოლოდ ზეპირად ქადაგება ჩვენი. იმისას რომ დახვდება მართალი მეშვიდე დღე სიმონი. მას ნაუწყები ქონდა უფლისგან, არ იგებდა სიკვდილს, სანამ არ იხილავდა უფლის ცხებულს. სიტყვა ცხებული რას ნიშნავს? ქრისტეს. ის მაცხოვარი ჩვენ ვიცით რომ ქრისტეა, ეკლესია გვასწავლებს და წმინდა წერილიც ამას დასწრობს, რომ ის პატარა უკვე ქრისტეა, ცხებულია. და რატომ ეწოდება უკვე ცხებული? კატეხიზმი როგორ გვასწავლის? მისი კაცური ბუნება ცხებულია საფრთხო ბუნება. ღმერთკაცი. ეს ის ყრმა არის ღმერთკაცი. უფალი პატარაობისას სრულ აბსოლუტურად ყოვლისოდნია, იმიტომ რომ პიროვნება არის ძე ღმერთი, განკაცებული. და ის ყოვლისოდნია, ოღონდ ასაკის შესაბამისად ავლებს წოდს. ჰეროდემ ღამე რო დაუძახა. ადითო თაყვანიებს იყო. ეთლემში უნდა იყოს ის ადგილი. და როცა თაყვანს ემთო, მერე მოდით და შემატყობინეთ, მეც მივიდა და მინდა რომ მივიდე და პატივი მივაგო. ჰეროდე არ იყო ებრაელი. იდუმიელი იყო. და უკვე ესეც ნიშანი იყო, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ნათქვამი იყო, რომ ისრაელში მესია მოვიდოდა მაშინ, როდესაც უკვე დავითის ტომიდან აღარ იქნებოდა მეფეები. ასია ნაცნასწორები იქ.
რას ხდება ჩვენ აქ ხედავთ ფსევდოჰუმანიზმს. ფსევდოჰუმანიზმი რა შეგვინდება, რომ აი ჩვენ თავს უნდა შევხედოთ, ხო? ზოგჯერ თითქოს მოწყალენი ვარ, ხო, რაში ამის მოწყალე? უნდა რომ ერთი მოხდეს. მე არავის შეეხოს. აი ესეთი ფსევდოჰუმანიზმი არის სოფლიოში, კაცობრიობაში. ძალიან ჰუმანურია, მარტო ერთი მოხდეს, რომ სხვებიო კარგად იცხოვროს. დანარჩენმა ბავშვებმა იცოცხლონ, აი კარგად ყავდეს. მაგისია. ორი ხომ ყავდა, ერთი თითქოს ერთი მყავდა. მოგვები რო წავიდნენ, ჰეროდე განრისხდა და წავიდა და აი ეს ჰუმანისტი კაცი, ფსევდოჰუმანისტი, რო ამბობდა მარტო ერთი მოხდეს. სხვადასხვა ესეთი მეყვნენ მღვდელმთავრები. ჯობს ერთი კაცი მოხდეს, ვიდრე მთელი ელი დაიღუპოსო. ხო იცით რატომ იყო ეს ნათქვამი? თulidan რომ ზუგს ესე იგი ისინი ამზადებენ აჯანყებას, ამ დროს უფალი ქადაგებს რომ აჯანყება რევოლუცია არ არის. ესენი კიდე უყურებენ შენ, ეს ვინ კაცი, ეს არ არის პატრიოტი კაცი. იმიტომ რომ ეს ამბობს რომ არ არის ეს რევოლუცია ფიზიკა. ხო და ამიტომ ჯობია ერთი კაცი მოხდეს, ვიდრე მთელი ელი დაიღუპოს. ამიტომ ამბობენ. ზუსტად რომ ის კაციც მოხდეს და თვითონაც დაიღუპეს თავს. იხილა რა ჰეროდემ რამე თუ მოიკიცხა მოგთა მათგან მოკიცხვა არის დაცინვა. კიცხვიდნენ უფალს და დასცინოდნენ, როცა უთხრამდნენ წამს და სახეში გაარტყავდნენ და აბაო ვინ დაგარტყაო ეხლა? ვიწინას გითხარიო აბაო, ვისთვის გეუნებით ამას? ჩვენი გამოსავალი ამ ცხოვრებისეულ განსაზღვრებში არ არის ეშმაკობაში, ჭკუის ეშმაკობაში. კი ბატონო, მოხერხებულობა უნდა გქონდეს, მაგრამ ეშმაკობა და ის არაა საჭირო. არაა საჭირო თავი გაიფსო იმით, ეხლა ის რას ფიქრობ ჩემზე ის ცუდს. ბიბლია ამბობს, რომ გულთამხილველი მარტო ღმერთია. აკი წინასწარ იმასაც რამდენსაც მისცემს. შენ გაძლევს ამას, არა და რატომ იქაჩები იკითხებ? ამას რატო უშვებ? ასეთი ფიქრების დროს ის ბოროტება, ირეკლება, ირეკლება კი არა იკუთებს. ღმერთი გავკარგა, თენი პირადი დაიკარგება, სამშობლო დაიკარგება და ყველაფერი დაიკარგება. არადისობა გეკარგება. და უფალში ყველაფერს ვიძენთ. ნამდვილად ჭეშმარიტი გამარჯვება უფალშია. თვითონ უფალია გამარჯვება. წყალობა და სამართლი. აი აქ ის ვავე კითხვებს ხოლმე, რომ აბა თქვენი უფალი როგორ არის მოწყალე, რატო არ ჩაერია? საერთოდ ეს ჩვენს გვაქვს ხოლმე ესეთი აზრები. ჩვენს გუყურებთ ღმერთს, როგორც რაღაცა ჩაერილოს აქ და ძალები, აი ესეთი მატერიალური ძალები და რაღაც გამოავლინოს და კისერი მოუღრიბოს ვიღაცებს, კარვალებს და ნაძირლებს და ესე არ არის უფალი. ეს რა ეს სამსჯავროები და უწევთ ახლა? ჯერ არ არის კაცობრიობა ამისთვის, ამ სამსჯავროსთვის მომზადებული პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობითაც. ესე არ მოქმედებს ღმერთი ამ ცხოვრებაში. ეს ფანტაზიები, ნუ შემოგავთ, აი როგორ მოქმედებს. მაშინა ეს 14,000 ბავშვი რო გაიწირა. ეგეთ თქვენი მოწყალე ღმერთი. ეს ერთხრივ გაიწირენ და მეორე მხრივ შეიწაწყნა. ეს ბავშვები შეიძლება ყოფილიყო ნაიქ, რომ მე ჯვარსაცი ჯვარსაჩვენს. და აღნიშნე უფალთან. იმათ უფალს კლავდნენ და ისინი მოკვდნენ. ისინი უფლისთვის მოკვდნენ. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარ მეტყველისა, რომელსა იტყვის. იერემია, იქ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ ეს სიტყვები ზედმიწევნით არ ახსოვს. და შეიძლება ზოგს ეფერა, რომ კი ბატონო გადაასახლეს, მაგრამ იმას არ დაუხოცია ეს. და თურმე იერემია იმოვლენისას საუბრობს მომავალში რა მოხდება. სადაც დახოცა. აღზრდა წარიყვანე ხრმაიეგე და დედაი მაგისი. ეს უკვე ვიცით რა σημαίνει. თუ დედაი მაგისი მოიხსენებს დედა ღვთისმშობელს. იმიტომ რომ იერარქიულად ესია უფალი და დედამისი. მისი ცოლი აღარ იხსენიება, იმიტომ რომ იქ იოსები აღარ არის იერარქიაში. საერთაშორის დედა ღვთისმშობლის პატივიც არის. როცა ესე მოიხსენება და ეკლესიის მიერ დედა ღვთისას ხსენება უფლის შემდეგ. და როდესაც მოგვები მივიდნენ, თაყვანის ცენს ყრმას, რომელიც ხელში დედა ღვთისას ეჭირა.
კიდევ რო დაუმატე ელისაბედი სამღვდელო ხაზია, კოდელის მეუღლე არის და ლევიტელი. მათი უფალია. ანუ მათ არიცენ ბატონი და რამეს გაგებით. და რას ამბობს იგი, დედა იუფლისა ჩემისა მოვიდა ჩემდა. აქედანაც ჩანს, რომ დედა ღვთისმშობელი, უფლის დედა იგივეა დედა ღვთისა. ზოგი ამბობს ხოლმე დედა ღვთისას რატო უწოდება? რატო უწოდება ელისაბედი. და იქ უფალი წერია და ის არც აგიკითხავს, თაყვანიებს იუფალსა ღმერთსა. რატო ყოფ ამ სიტყვას? როცა ლევიტელი სამღვდელოება ამბობს რომ უფალი, ის აქ მეფეს კი არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს სამღვდელო საფო ბუნება. არვიდა კერძოდ გალილეისა და მივიდა და გაეშენა ქალაქსა შინა, რომელსაც ქვია ნაზარეთი. რაით აღესრულოს თქმული იგი წინასწარ მეტყველისანის მიერ ვითარმედ ნაზარელ ეწოდოს. ნაზარელი ეს როგორც უფლისთვის შეწირვის ნიშნია. უფლის ნაზარეულობა არ იყო დროებითი, მუდმივი შეწირულობა ის. და მისი ამ შეწირულობის ხაზის გამგზავრებელნი არიან მონაზონები. მთავარი იდეა მაინც ის არის, რომ უფალს ბავშვობიდანვე მოსაკლავად დაძლებდნენ და მთავარი ის არის, რომ სახარება ზედმიწევნით ჩვენ ცხოვრებას შეეცვალა. ეს არ არის რაღაც ლამაზი იგი და ჩვენი ცხოვრება აი ესეთივე ჯვარია. და ზუსტად საჩვენო არის. მოვიდა უფალი და მაგალითი მოხდა. როგორ უნდა ვიცხოვროთ და მის ჭირთველები როგორ უნდა ვიყოთ. ესია. ედნიერება გვინდა, ცხონება გვინდა, მაგრამ ეს ჯვრის ტვირთვის გარეშე არ. აი რომ დაგილოცოთ ღმერთმა ახალი წელი ქრისტეშობის მადლი. ვიდობა, წარმატებულობა, სიხარული გინდაოს. მაგრამ იცოდეთ, ეს ყველაფერი ამის გარეშე არ არის. ამიტომაც რომ მოდიხართ და ეამბორებით, თქვენ ეამბორებით ამით, აი ამ უფლის ჯვრის ამბორით, ასევე ღებულობთ ცხოვრების ჯვარს. ახლა ისი არ გამოვიდეს აქ ჯვარს ვიამბორობოდე და სახში კიდე დრტვირვითა და ემით ვიკლებდეთ იქავრობას. საერთოდ ჭირთამთმენელები ჩვენა ვართ. ქრისტიანებს ჩვენ ზიანად ქონოთ. წმინდათა ცხოვრება წაიკითხეთ. ესი არ გამოვა რომ ეხლა ქრისტე ჯვარს ეცე და შენ ჯვარს გარეშე ხარ. არა, ქრისტესთან ერთად უნდა ჯვარს ეცე. და ესეთივეა ჩვენი გამწყინება. საქართველოს. მოგესმინიათ ეხლა თუ მიციურები ვართ, ეხლა ჩვენ როცა გამიციურებული ვართ, გვაკანკალებს და როცა წმენითა ვართ, მოველი ამ სამყურეთით. მაშინ ჩვენ ეს პირიქით ვიხარით. ჩვენ აი რამდენადაც შეგვიძლია პირნათლად ვართ უფალთან და ხო, თავარი აი გეუბნებით, სხვები არ შევიძულოთ და არავის მიმართ უტრობა არ კონდეს და კანონი დაიდეთ, რომ ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყოთ. ყველას რაც გულისხმობთ, რომ კეთილგანწყობა შეგვიძლია. კეთილი უსული. ჩვენი სიტყვებით კი არ არის უფალი, ნუგეშინიათ კი არ არის. გაწმუნებული იყავით, რომ ბოროტებაზე ადამიანი პასუხს თუ არ ნანობს და არ პატიობს პასუხს აქვს. და თქვენი ის რაც არ უნდა თქვა აპატიე, მერტო იმას არ ეპატიება ის. თუ თვითონ არ ნანობს და სხვას არ პატიობს. ორი პირობა. შესაბამისად ეხლა ჩვენ იმისთვის კი არ ვამბობთ ესე, არამედ ჩვენ უფალს ესათნოება და ამიტომაც ვდილობთ, რომ სიკეთე უსული. ხო, თუმცა ესეცაა ნათქვამი, რომ სასიკვდილო ცოდვაში მყოფებზე არ არის. სასიკვდილო ცოდვაში არის აი ესეთ უფროებაში ვინც გარდაიცვალა. კეთილგანწყობა უნდა გქონდეს ყველასთან და ყველა გიყვარდეს მტრებით, ეს ნიშნავს კეთილგანწყობა უსულებს. ის კი არ უსული, რომ კისერი მოიძრიცოს და რაღაც დაიღოს. იცით რატო? იმიტომ რომ აქ ვინმე არის უცოდველი არ ამგონებს. და შენ თუ სხვას უსულებ, ეს რასაც უსულებს ხვებს, პატიოსანი იქნება თუ არა პატიოსანი, ის მოვა შენთან. იცოდე. სხვისთვის ორმოს ამომხრები თვითონ ჩავარდება. მაშინ ეს არის იგავთა წიგნში. შესაბამისად ეს ბიბლიური სიგნეა. ამიტომ ჩვენ და კიდევ ეს ძველახმის იყო დაჯა. და უფალი ეუნება მოწაფეებს, ვისი სულისანი ხართ? მოციქულებმა უთხრეს სამარიტელებზე, რომ ვითხარიო და ვიტყვით, აი იაკობმა და ივანე ცეცხლს გადმოვავლეთ ივიამ რომ ზეციდანო და დაიწებიანო და უფალი მოუბრუნდა და ჩვენ რომელი სულისანი ხართ? ვერტის არ მოვიდა იმისთვის რომ ჟუტავი აი რამის რომ ლამპარი ჩააქროს და
გაბზარული გადატეხილი ტოტი რომ სუნთლად მოტეხოს. არამედ კაცის გადასარჩენათვად მოზული არ. ისეთი სიხარულია ერთ ცოდვილზე, თავ გადაკონულ ცოდვილზე, სავლეზე, მოქცეულზე, ზეცის წინაშე. შენ კიდე გინდა ეს ყველანი დაიხოცო, ხილად თვითონ არ დაიღუპოთ. ასე რომ ჩვენ უსულოდ გადარჩენდა. გონება გაუნა და კიდევ აქ მეორე მხარია, როცა სხვებს უსურვებ, ცოტა არ დაგავიწყე შენი თავით, რომ არ ჩიქარ დიდად განათლებული თლად. ამიტომ მე რო გონება გაუნათე და მეც გავინათე. შეუნდე და მეც მომიტევე და შეგენდობაზე მომიტევე. ესია, აბა. გაიხარეს მადლობა ყურადღებისთვის, დაგლოცოთ მართლმარმა და შეიძლება კვირის მცნების აღსრულება. აი ხარი.